აი ასეთი ფაფუკი და გემრიელი ესკიმო უნდა გამოვაცხოთ დღეს. 6 კვერცხიანი ბისკვიტი გამოვაცხე 30 სანტიმეტრის ფორმაში სასწაული გამოვიდა. აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტი. ცილა კარგად გავთქვიფე, დავამატე მწიფი მარილი და მწიფი ლიმონმჟავა. 250 გრამი შაქრიდან ნახევარს ვამატებ ცილას და კარგად ვთქვეფავ გათეთრებამდე. მეორე ნახევარი შაქარი დავამატე კვერცხის გულებს და ესაც კარგად გავთქვიფოთ. ვამატებ 150 მილილიტრ ყავას. ყავის მომზადების დოზების აღწერაში ნახეთ და გათქვეფილი კვერცხის გულები დავამატე ცილას. დაბალ სიჩქარეზე შევურიოთ ერთმანეთს, ფრთხილად უნდა შევურიოთ, რომ მასა დარჩეს ფაფუკი. დავამატე ვანილი და დავაცერი 200 გრამი ფქვილი და 3 სუფრის კოვზი კაკაო, ასევე ნახევარი სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი. ფრთხილად უნდა ამოვურიოთ, ჩავასხი 30 სანტიმეტრის ფორმაში და გამოვაცხე 160 გრადუსზე 30-35 წუთი. გადმოვიტანოთ სეტგაზე, გავაციოთ და შევინახოთ მაცივარში ცელოფანში გახვეული. კრემის მოსამზადებლად 2 კვერცხს დავამატე 90 გრამი შაქარი. ვამატებ 300 გრამ შესქელებულ რძეს. ეს კარგად შევურიოთ ერთმანეთში, შეგვიძლია ცოტა რძეც მოვიშველიოთ და დავამატებ 4 სუფრის კოვს ფქვილს. ფქვილი კარგად უნდა გავხსნათ მასაში, ამისთვის მოვიშველიეთ რძეც, ვანილი არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად დაამატეთ და დავასხათ 400 მილილიტრი ცივი რძე. შემოვდგით ცეცხლზე და მოვხარშე. ადუღებიდან ვხარშოთ 5-6 წუთი. გადმოვდგათ, გადავიტანეთ ცალკე ჭურჭელში, დავაფარეთ ცელოფანი კონტაქტზე და დავტოვე გასაციებლად. სრულად რო გაცივდება, დავაბოლოვოთ კრემის მომზადება. 250 გრამ კარაქს დავამატე ვანილი, გავთქვიფე 4-5 წუთი მაინც, ფაფუკი უნდა გახდეს და მერე შევათქვიფე გაციებული კრემი. 2 ეტაპად, ბევრი თქვეფა აღარ უნდა, როგორც შეერევა, ამოვურიოთ და მივიღეთ სასწაულად გემრიელი კრემი. ამ კრემის რეცეპტით შეინახეთ, გამოგადგებათ. ბისკვიტის ფენები დავნავე ორივე მხარეს ყავის სიროფით. ყავის სიროფის მოსამზადებელი დოზები ნახავთ აღწერაში. ორივე ბისკვიტის ნახევარს ვნამავ, დავადოთ მთელი კრემის ზემოდან, დავაფაროთ მეორე ნახევარი ბისკვიტისა და მაცივარს შევინახოთ რამოდენიმე საათი სტაბილიზაციისთვის. მერე მოვხარშოთ მინანქარის დოზებსაც ნახავთ აღწერაში და ცხელივე გადავასხათ. სასწაული ესკიმო გამოდის, აუცილებლად გამოაცხადოთ.